მაგთიკომის მობილურ ქსელზე დაშვების ტარიფებს კომპანიის ნაცვლად კომუნიკაციების კომისია განსაზღვრავს. ვირტუალური ოპერატორები ოპერირების დასაწყებად კომკომის შესაბამის გადაწყვეტილებას ელოდებიან. Რავადაში გამოჩნდებიან ბაზარზე ახალი მობილური ოპერატორები და რატომ ჩათვალა საჭიროდ მარეგულირებელმა ტარიფების გადაანგარიშებაში მიიღოს მონაწილეობა. დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ქრისტი, მოგესალმებით და გისმენთ. თათია გამარჯობა. სანამ კომუნიკაციების კომისია ვირტუალური მობილური ოპერატორების ქსელზე დაშვების ტარიფებს განსაზღვრავს, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით კვლევა ჩატარდება, რომლის საფუძველზეც დადგინდება ის ფასი, რომლის გადახდაც მაგთიკომის ქსელზე დაშვებისთვის MVNO-ებს მოუწევთ. მაგთიმ საკუთარ ქსელზე მესამე პირების, მათ შორის მობილური ვირტუალური ოპერატორების დაშვების პირობები კომუნიკაციების კომისიის დავალებით გასული წლის მიწურულს გამოაქვეყნა, თუმცა ბაზრის მოთამაშეებისთვის ტარიფები მისაღები არ აღმოჩნდა. ვირტუალური ოპერატორების თქმით, შემოთავაზებული ფასი იმდენად მაღალია, რომ მათი ბაზარზე შესვლა მომგებიანი არ იქნება. ამ ნაწილში ვირტუალურ ოპერატორებს ეთანხმება კომუნიკაციების კომისიაც. კომკომის ანგარიშში წერია, რომ იმ მობილურ მომსახურებებში, რომლებზეც ყველაზე მეტად მოთხოვნა და მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება, საბითუმო ტარიფი მნიშვნელოვნად აღემატებოდა მაგთიკომის მიერ ბაზარზე შეთავაზებულ საცალო ტარიფებს. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ ცვლილება შეიტანა მანამდე არსებულ გადაწყვეტილებაში და განსაზღვრა, რომ მობილურ ქსელზე დაშვების ტარიფების გაანგარიშება ნაცვლად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორისა უნდა განახორციელოს კომუნიკაციების კომისია. როცა მამადებული იყო ჩემი ქსელი უნდა გავაქირაო, მე როცა რათახასაც ამოვიღებ, ის და ხავნა იყოს ადეკვატური ჩემი ქსელის დატვირთვის და ჩემი რესურსების გამოყენების. მე ხა შეება ძალიან დიდი ფულის ამოღებას მინდოდეს, მაგრამ ეს იმდან სენსიტიურია, რომ იგივე ბაზარზე შემოვდივარ, რა ბაზარზე ქსელის ოპერატორის საქმიანობს. ამიტომ ძალიან ისეთი ვიწრო ზოლი გადის, რომელსაც უნდა გაიაროს კომისიამ, რომ ისეთი ფასი დაადნოს, რომელიც ერთის მხრივ მისაღები იქნება, როგორც დაშვების სრული ოპერატორისთვის, ისე როგორც მეორე მხრივ დაშვების მიმწოდებელი ოპერატორისთვის. ამიტომ ეს ძალიან სენსიტიური საკითხი, მაგრამ ეს კომისიას არაერთხელ გაუკეთებია ეს პრობლემურ ბაზრებზე. ძალიან რთულია დღეს ითქვას, რამდენად ადეკვატური კვლევა ჩატარდება და რამდენად ადეკვატური ფასი დაიდება. პირადი ჩემი განცდაა, რომ წესით კარგი კვლევა უნდა ჩატარდეს და კარგი შედეგებიც უნდა დაიდოს. ყოველ შემთხვევაში იმაზე უკეთესი, ვიდრე დღევანდელი ოფერტა, რასაც მაგთიკომი გვთავაზობს. ტარიფის დათვლის მექანიზმი, რაც ჩვენ ნოუ-ჰაუს არ ვიგონებთ, ველოსიპედს არ ვიგონებთ, ეს მექანიზმი არსებობს სოფლიოში ძალიან ბევრ ქვეყანაში, აპრობირებულია. ნებისმიერი პრინციპი და ნებისმიერი ფორმულა ადეკვატურობის ირგვლივ და ყველაფერი გვაწყობს. თავარი ის არის უბრალოდ, რომ ადეკვატურად მოხდეს ამის დათვა. დღევანდელი ტარიფები არა ადეკვატურია და ნებისმიერი ადეკვატური ტარიფი თუნდაც ეს ძვირი იყოს, იმის საშუალებას მაინც მოგცემს, რომ მიუახლოვდეთ რეალობას და რაღაცით დავიწყოთ. ქსელზე დაშვებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ქართული ვირტუალური მობილური ოპერატორები ჯერჯერობით მხოლოდ საზღვარგარეთ ოპერირებენ. კომპანიები უკვე აქტიურად არიან წარმოდგენილი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე და ახალი ქვეყნების ათვისების მიმართულებითაც მუშაობენ. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ვირტუალური მობილური ოპერატორები ქართულ ბაზარზე გამოჩენის შემთხვევაში პირველ ეტაპზე მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას არ აპირებენ. სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ იმასაც, რომ ვირტუალური ოპერატორების სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შესვლა კონკურენციას მნიშვნელოვნად გაზრდის. იმდენად მნიშვნელოვანია კონკურენციის და მომხმარებლებისთვის, რომ განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა დატას გამოყენება ძალიან იზრდება და თავარი, ესე ვთქვათ, საჯილდაო თავარი ინტერესი არის ინტერნეტის მიმართ. ამ შემთხვევაში იმედი გვაქვს იქნება ალტერნატიული, იმიტომ რომ თავად ეს კომპანიებიც ბაზარი ძალიან გადაჯერებულია, ძალიან გაიზარდა. ხა ჩვენ თუ ნახავთ, ამდენ 150%-იანი კონცენტრაცია აქვს ბაზრის ქართულ მობილურ ოპერატორებს და ამიტომ კონკურენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ორმაგი სამაგი შეთავაზებების ჩამოყალიბებისთვის კონკურენტებისთვის ესეც მნიშვნელოვანია. საქართველოში იქიდან გამომდინარე ბაზარი ძალიან მომწიფებელია და იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი გამოჩენა და ჩვენი არსებობა, ესე ვთქვათ, არავის არ უნდა და წითელი ხალიჩა არავის არ დაუგია ჩვენთვის. მაგიტომ სავშე ვიკავებთ მსუყე დანახარჯებიდან, დავიწყებთ მინიმალურით და მე დროთა განმავლობაში გამოჩნდება რა საჭიროებები იქნება, რა შესაძლებლობები იქნება და ამ საჭიროებების და შესაძლებლობების გათვალისწინებით ნელ-ნელა კაპიტალ დანახარჯებს გავზრდით და იმისათვის, რომ სასურველი ბიზნეს მოდელი დავდოთ. თუმცა საწყის ეტაპზე რისკების თავიდან დაზღვევის მიზნით მინიმალური დანახარჯების გზით წავავთ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ვირტუალური მობილური ოპერატორი იგივე MVNO ტრადიციული მობილური ოპერატორისგან ერთგვარი ალტერნატივა და განსხვავდება იმით, რომ ვირტუალურ ოპერატორებს საკუთარი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ, ამ ტიპის კომპანიები გზაზე დაშვების უფლებას არსებული ოპერატორებისგან ქირაობენ. ქრისტი, მადლობა. ქრისტინა გამფენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.